დღევანდელი ჩვენი თემა არის დემოკრატია EAS ეპოქაში. შევეხებით რამდენიმე საკითხს, ეს არის დემოკრატია დღევანდელ ეპოქაში, რა გამოწვევები აქვს. შევეხებით ასევე დემოკრატიას როგორც ადამიანთა შორის ურთიერთქმედების მექანიზმს. ვისაუბრებთ მეოთხე ინდუსტრიულ რევოლუციაზე, ანუ იმ კონტექსტზე, ტექნოლოგიურ კონტექსტზე, რომელშიც უწევს დემოკრატიას თავისი ახალი ფორმები იპოვოს. ასევე ვისაუბრებთ ცოდნის საზოგადოებაზე და ბოლოს შევეხებით კონკრეტულ მაგალითებს ციფრული დემოკრატიის და იმ გამოწვევების, რომელიც მას უდგას. სანამ უშუალოდ გადავალთ ჩვენ თემაზე, მინდა კიდევ ერთხელ შევეხოთ იმას, რომ დემოკრატია თავისთავად არ არის ერთხელ მოცემული და გაყინული ცნება, ის ტრანსფორმირდებოდა კონტექსტისა და დროის შესაბამისად და იცვლიდა არა მარტო ფორმას, არამედ გარკვეულ შინაარსს და მისი შინაარსი დიდწილად დამოკიდებული იყო იმ ეპოქაზე, იმ ტექნოლოგიებზე, რომელშიც მას უწევდა ხოლმე, ასე ვთქვათ, თანაარსებობა. დემოკრატიის ის მოდელი, რომელიც ჩვენ ვიცით, არის პირდაპირ ნაყოფი ახალი დროის და უფრო ზუსტად რო ვთქვათ, ეს არის მეორე ინდუსტრიული რევოლუციის შედეგია, იმ ტექნოლოგიების, იმ მოდელების, მათ შორის იმ საზოგადოებრივ პოლიტიკური ხედვების, რომელიც ამ ტექნოლოგიებმა შექმნეს. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რამდენად შეიცვალა ეს ყველაფერი, რაც ბუნებრივია დემოკრატიაზეც და მის მედეგობაზეც აისახება ხოლმე. ახლა ჩვენ ცხოვრობთ მეოთხე ინდუსტრიულ რევოლუციაში, ბუნებრივია ის ფორმები, რომლებიც გაჩნდა 2 საუკუნის წინ და წინა ინდუსტრიული რევოლუციების დროს, შედეგად დღეს გარკვეულად უკვე არაეფექტურია, რაც აისახება ხოლმე კიდევაც მათ შორის განვითარებული დემოკრატიების ქვეყნებში. სულ გვესმის ალბათ საუბარი იმ შესახებ, რომ დემოკრატია დღეს აღარ მუშაობს, ან ისე აღარ მუშაობს, როგორც უწინ და ერთ-ერთი სწორედ ეს არის, რომ უბრალოდ ის ფორმები, რომელშიც დემოკრატია ჩვენ ვიცოდით და ვიცით, რომელიც დღეს მოქმედებს, უბრალოდ ცოტათი მოძვლებულია. დემოკრატიის რყევები დიდწილად შეიძლება აიმითად საუხსნათ. სანამ ციფრულ დემოკრატიაზე გადავალთ, ცოტათი გავიხსენოთ რა არის დემოკრატია, ის ბევრნაირად შეიძლება აღწეროთ, მაგრამ მარტივად რო ვთქვა, ჩვენ შემთხვევაში და ჩვენი საუბრის კონტექსტის ფარგლებში შეიძლება ვთქვათ, რომ ეს არის თანამშრომლობის მექანიზმები, რომლის მიზანია შექმნას სისტემა, შექმნას მექანიზმი, რათა უფრო ეფექტური იყოს როგორც ადამიანის დონეზე, ადამიანების ინდივიდების დონეზე, ასევე მთელი საზოგადოების დონეზე. და ამან გარკვეული, ასე ვთქვათ, ტრანსფორმაცია გაიარა. შეგვიძლია ვთქვათ კიდევაც, რომ კაცობრიობის ისტორია ეს არის ისტორია ევოლუციისა, როგორ იცვლებოდა ადამიანთა შორის ურთიერთქმედებები, რომლის ერთ-ერთი და ძალიან მნიშვნელოვანი გამოვლინება სწორედ დემოკრატია. იმისთვის, რომ ურთიერთქმედება მიმუშაოს, მოგეხსენებათ, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ნდობა. ნდობა, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ მხარეები არიან დარწმუნებული, რომ მათ შორის დადებული შეთანხმება ზეპირთუ წერილობითი იქნება აღსრულებადი, იქნება დაცული და იდეალურ შემთხვევაში მეორე მხარეს არ გაუჩნდება ცდუნება ის დაარღვიოს. და ამის გარანტია უნდა იყოს სწორედ შეთანხმება, მექანიზმი, რომელიც დარღვევის შემთხვევაში უფრო მეტ ზიანს მიაყენებს თანხმობს, ვიდრე მისი, ასე ვთქვათ, დაცვა. ადრეულ ეტაპზე ნდობის მექანიზმები ეფუძნებოდა იმას, რომ უბრალოდ ადამიანები ერთმანეთს იცნობენ და რომ წარმოვიდგინოთ პატარა სოფელი, სადაც ყველა ერთმანეთს იცნობს და ასე ვთქვათ, აბსოლუტურად ტრანსპარენტულია გარემო. ალბათ მიხვდებით, რომ თუ ორჯერ პირი გატეხა ადამიანმა, მას მესამეჯერ არათუ ვისაც თანაც პირი გატეხა არ ენდობა, არამედ მთელი სოფელი მასთან აღარ შევა სერიოზულ ურთიერთობაში, მაგალითად ეცხა ფული და აღარ დააბრუნა, ხომ? მესამე შემთხვევაში ნამდვილად მას აღარ ექნება საშუალება ვინმესგან ფულიც ესხოს. ამიტომ ეს გარკვეულად თემი და თემის წევრებს შორის ინფორმაციის გაზიარება იყო გარკვეულად გარანტია იმის, რომ პირობა შესრულდებოდა. მაგრამ მაგრამ საკმარისი მასშტაბი არ არის იმისთვის, რომ მასშტაბი გაიზარდოს
და ურთიერთქმედებაში უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს, მაგალითად მეზობელი სოფლები, ხეობები, საჭიროა ნდობის სხვა, ასე ვთქვათ, მექანიზმების შემოღება. მით უფრო თუ ამას ვლაპარაკობთ უკვე ქვეყნების დონეზე, ქვეყნის ან ქვეყნების დონეზე და გლობალიზაცია დღევანდელი კაცობრიობის გლობალიზაციის ხანაშია უკვე ლამის 2 საუკუნეა, ითხოვდა ახალ ფორმებს. ეს ახალი ფორმები ძირითადად დაფუძნებული იყო ეგრეთ წოდებულ შუამავლის არსებობაზე, როდესაც არსებობს ორივე მხარისთვის ან ყველა მხარისთვის სანდო ან მეტნაკლებად სანდო ინსტიტუციები, რომლებიც უზრუნველყოფენ იმას, რომ როგორც ვთქვით, დათქმული პირობა შესრულდება. ეს ეხება ორმხრივ კერძო შეთანხმებებს თუ შეთანხმებებს მოქალაქეთა შორის. დემოკრატია სწორედ და დემოკრატიული ინსტიტუციები სწორედ ამას გულისხმობს, არსებობს ყოველთვის ცხადად გაწერილი წესები, არსებობს ამ წესების აღმასრულებელი და დამცავი მექანიზმები, მათ შორის სასამართლო სახით, რომელიც უზრუნველყოფს კანონის უზენაესობას და უზრუნველყოფს იმას, რომ არ იქნება გამონაკლისი დაშვებული. სწორედ ეს აპირობებს ადამიანთა შორის ურთიერთქმედების მედეგობას და ამიტომაც არის ხოლმე, როდესაც ითქმება, რომ საზოგადოებრივი მათ შორის ეკონომიკური განვითარება დამოკიდებულია რამდენად მდგრადია დემოკრატიული ინსტიტუტები. როგორც ვთქვით, დღეს ამ ინსტიტუტებს გარკვეული პრობლემა აქვს და მოდით სანამ კონკრეტულად ამ პრობლემებზე გადავალთ, მიმოვიხილოთ ის კონტექსტი, რომელშიც გვიწევს ჩვენ ცხოვრება და შესაბამისად მოგვიწევს ვიპოვოთ ახალი ფორმები დემოკრატიის. მოდით ვნახოთ რა კონტექსტში და რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს დემოკრატია. კიდე პატარა შესავალი რომ გავაკეთოთ, ერთგვარი ზომაუთი, აქამდე ჩვენ ვიყავით ის ერთადერთი სახეობა, რომელიც ახერხებდა არა მარტო იდეების შეექმნა, არამედ მის მიერ მოფიქრებული ტექნოლოგიები და ინსტრუმენტებით ეს იდეები, ასე ვთქვათ, განეხორციელებინა. მაგრამ შევედით იმ ფაზაში, როდესაც გაჩნდა ხელოვნური ინტელექტი და შეიძლება ითქვას, რომ ჰომოცენტრული სამყარო დასრულდა და ჩვენ მოგვიწევს აი ამ ახალი რეალობის წინაშე ჩვენი თავის ხელახლაპოვნა, ისე როგორც იმ ურთიერთქმედებების, რომელიც აქამდე მეტნაკლებად ჰქონდა ჩამოყალიბებული მისი გადაწყობა, ტრანსფორმაცია. პირობითად ამას ციფრულ ტრანსფორმაციას ეძახიან ხოლმე, ხშირ შემთხვევაში ციფრული ტრანსფორმაცია ერევათ პროცესების უბრალოდ ავტომატიზაციით, აქ ცოტა უფრო ნიშნულოვან ტრანსფორმაციაზე ლაპარაკი ეს პარადიგმულ დონეზე, როდესაც იცვლება არა მარტო გაციფრულება ხდება რაღაც პროცესების, არამედ იცვლება მაგალითად ურთიერთქმედება სუბიექტებს შორის. ну ამის კარგი მაგალითია მაგალითად ვიკიპედია, როგორც გახსოვთ, განსხვავებით თქვა ონლაინ ენციკლოპედიებისგან ვიკიპედია გვაძლევს საშუალებას არა მარტო მკითხველები ვიყოთ, არამედ იმავდროულად ჩვენ შევიტანოთ წვლილი და ვიყოთ თანამონაწილეები. ან თუნდაც Airbnb, როდესაც განსხვავებით ონლაინ სასტუმროს დაჯავშნის სერვისისგან, ჩვენ შეგვიძლია თავად ამავე პლატფორმაზე საკუთარი ცარიელი ფარტი გავაქირავთ. ეს არის ციფრული ტრანსფორმაცია. ეს შეეხება ყველაფერს იმ გამოწვევების წინაშე, რომელიც ვართ. ახლა წარმოვიდგინოთ, რამდენად რადიკალურია ეს ცვლილებები, მაგალითად დღეს სრულიად შესაძლებელია არსებობს რაღაცა პროგრამა, რომელიც გახსნის თავის ანგარიშს კრიპტოვალუტაში, შექმნის თავის wallet-ს, შემდეგ დადებს smart contracts, მაგალითად რომელიღაცა 3D პრინტერთან და დაავალებს, რომ დაპრინტოს მაგალითად უპილოტო მანქანა, რომელსაც მერე ბაზარზე გამოიყვანს და გარკვეულად მომხმარებელს თავის სერვისებს შესთავაზებს. შეიძლება ითქვას, რომ გარკვეულად სუბიექტიც კი ხდება ეკონომიკური ურთიერთქმედებისა ასეთი პროგრამა, ხო? ან დღეს უკვე აღარ არის რაიმე ეს თქვა სასწაული, თქვენ შეგიძლიათ მეგობრებო, რომელიც თქვენ დედამიწის მეორე კუთხეშია, მისთვის იყიდოთ სხვა კონტინენტზე საჩუქრისთვის მაგალითად რაღაც დიზაინი, გადაუხადოთ კრიპტოთი, შემდეგ ეს ყველაფერი იპოვოთ ასევე პრინტერი, რომელიც მას დაპრინტავს და დრონი, რომელიც სახში მიუტანს და ეს ყველაფერი შეიძლება გააკეთოთ არა თქვენ, არამედ
თქვენმა ხელოვნური ინტელექტის ასისტენტმა, რომელმაც უკვე წინასწარ იცის დაბადების დღეც, თქვენი მეგობრის ადგილმდებარეობაც, იცის მისი პრეფერენციებიც და ეს შეიძლება გაერკვია თქვენი მეგობრის ხელოვნური AI ასისტენტის მეშვეობით და ასე ვთქვათ, ყველა კმაყოფილი იქნება. აი ამ სიტუაციებში ბუნებრივია მთლიანად ტრანსფორმირდება არა მარტო ეკონომიკური ურთიერთქმედებები, არამედ მთლიანად ტრანსფორმირდება მათ შორის საჯარო სერვისებიც, სრულიად გაურკვეველი ხდება ვინ სად და როდის უნდა დაიბეგროს, როგორ უნდა მოხდეს კონტროლი და უამრავი გამოწვევა ხდება. იგივე 3D პრინტერის მეშვეობით შესაძლებელია იარაღის დაპრინტვაც, რომელიც კრიმინალურ საფრთხეებს აჩენს. ან ციფრული ტირანიები ხელოვნური ინტელექტისა და თქო smart კამერების მეშვეობით იძლევა საშუალება, აძლევს საშუალებას ხელისუფლებებს აკონტროლონ თავიანთი მოქალაქეები, ეგრეთ წოდებული სოციალური რეიტინგები, რომელიც გამოიყენება დღეს უკვე თქო ჩინეთში. ჩვენ ვხედავთ კამერების აქტიურ გამოყენებას პროტესტანტების წინააღმდეგ, როდესაც უკვე ჩანაწერების მეშვეობით ხდება იდენტიფიცირება ადამიანების და მათი ამ მტკიცებულებების საფუძველზე სამართალში მიცემა. რაც შეუძლებელი იქნებოდა იქამდე უბრალოდ სამართალდამცავები ვერ აუდიოდნენ, ვერ მოახერხებდნენ ამდენის ფიქსირებას. ასევე მნიშვნელოვანი გამოწვევაა ეგრეთ წოდებული ბიოჰაკინგი, რაც ხშირად საუბრობს ხოლმე. ჰარარი თუ აქამდე, კარგი მაგალითი მოყავს ხოლმე, რომ თუ აქამდე ტირანიები მაქსიმუმ იცოდნენ ის, რაც ვიცით ჩვენ და რაზეც საუბრობთ, დღეს მათ შეიძლება იცოდნენ ის როგორც big tech-მა, იცოდნენ იმაზე მეტი ვიცით ჩვენ თავზე. მაგალითად ადამიანი, რომელიც მისი პრეფერენციები, რომელიც მას შეიძლება ჯერ იდენტიფიცირებული არ აქვს, თქვა ადრეულ ასაკში ეს იქნება რომელი სასმელი უფრო მოსწონს თუ რა ორიენტაციისა, ეს შეიძლება უკვე ტექნოლოგიების მეშვეობით, smart კამერებისა და AI-ის მეშვეობით უფრო ადრე დაიდენტიფიციროს პროგრამამ და შესაბამისი მანიპულაცია ან გარკვეული რეაგირებებიც მოახდინოს და თავის სასარგებლოდ გამოიყენოს. ან მოგეხსენებათ ისტორია Cambridge Analytica-ზე, რომელიც აქტიურად იყო ჩართული Brexit-თან დაკავშირებით და ტრამპის პირველი არჩევნების დროს, როგორც ამბობენ, ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა თარგეტირებული სარეკლამო კონტენტის შექმნაზე, თუ აქამდე რეკლამა ორიენტირებული იყო გარკვეულ კლასტერებზე, დღეს უკვე საშუალება არის ინდივიდუალური თარგეტირება მოახდინო მომხმარებლის ისევ პრეფერენციებიდან გამომდინარე. და ამას არ ჭირდება თქო აქტიური ადამიანის ჩარევა, უბრალოდ მანქანის გამოყენებით შესაძლებელია ეს ყველაფერი და ეს ყველაფერი იყო 2015-2016 წლებში, წარმოიდგინეთ დღეს რამდენად 10 წლის თავზე, რამდენად შორს არის წასული ეს ტექნოლოგიები. ასევე მნიშვნელოვანი გამოწვევა არის ფეიკები და ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების გამოყენებით თითოეულ ჩვენგანს პრინციპში დღეს უკვე უპრობლემოდ შეუძლია საკმაოდ ერთი შეხედვით სანდო გამოსახულებების შექმნა, იმიტირება, რაც სოციალურ ქსელთან ინტერაქციაში ქმნის აღშფოთებების დიდ ალღებს და ისედაც პოლარიზაციაზე მიდრეკილი საზოგადოებები კიდევ უფრო იხლიჩება ამის მეშვეობით. მოგხსენებათ ასევე სოციალური მედიის მიმართ კრიტიკა, როდესაც იქნა გამოძიება ჩატარებული მათ შორის შეერთებულ შტატებში კონგრესის დონეზე და გამოვლინდა, რომ ალგორითმები ხელს უწყობდა სწორედ დაპირისპირებას, ის ასეა მოწყობილი და ესეც მნიშვნელოვანი გამოწვევაა დემოკრატიისათვის. ნუ ახლა შევეხოთ ცოდნის საზოგადოებას. ცოდნის საზოგადოება არის შედეგი იმ ინდუსტრიული რევოლუციებისა, რომელსაც პრინციპში ჩვენი თაობა მოესწრო, ეს არის მესამე ინდუსტრიული რევოლუცია და მეოთხე, რომელშიც ახლა ვართ. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ გავიაზროთ დემოკრატიის ტრანსფორმაციის ტრაექტორია და ასევე ის ორიენტირები, რომელიც მან გაითვალისწინოს. პირობითად ცოდნის საზოგადოებას ყოფილენ ხოლმე სამ დონედ, სამ ასე ვთქვათ, საფეხურად. პირველი ეს არის პირველი მოცანა არის ინფორმირება და კომუნიკაცია. დაახლოებით ეს გავს Web 1.0-ს.
ამ ფაზაზე აქცენტი კეთდება მოქალაქეებმა მიიღონ შეტყობინება, ინფორმაცია, ეს არის ასე ვთქვათ ონლაინ განცხადებების დაფა არის. შემდეგი ეტაპი უკვე არის ელექტრონული სერვისები, სადაც მოქალაქეები არა მარტო ინფორმაციის იღებენ, არამედ მათ შეუძლიათ ელექტრონული ონლაინ ინსტრუმენტების გამოყენებით ინტერაქციაში შევიდნენ საჯარო თქვათ სექტორთან. მაგალითად, თუ პირველ შემთხვევაში უბრალოდ თქვენ იღებთ ინფორმაციას, რომ სახელმწიფო ყიდის ანაცხადებს ტენდერს ან ყიდის აქტივს, აქ მეორე შემთხვევაში თქვენ უკვე შეგიძლიათ უშუალოდ მონაწილეობა მიიღოთ ელექტრონულ აუქციონში და ამ ონლაინ ინსტრუმენტის და სერვისის მეშვეობით იყიდოთ ესა თუ ის აქტივი. ან მიიღოთ მონაწილეობა ტენდერში. მესამე დონე არის სწორედ დემოკრატიისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, აი ის სწორედ ის რაც ჩვენ ვსაუბრობთ, ეს არის მექანიზმები ელექტრონული ონლაინ ინსტრუმენტები, რომელიც მოქალაქეებს საშუალებას აძლევს იყოს პროცესებში ჩართულები. ანუ ამ შემთხვევაში მომხმარებელი უბრალოდ სერვისის მიმღები კი არ არის, ის არის თანამმართველი, თანამონაწილე და პასიური, მეტად პასიური ობიექტიდან ის ხდება სრულფასოვანი სუბიექტი საზოგადოებრივი თანაცხოვრების. ეს საკმაოდ რთული გამოწვევაა, ბევრი სირთულეს აწყდება. ამის შესაბამისად, აი ამ სამი დონის შესაბამისად, პრინციპში გარკვეული ტრანსფორმაციაც მოხდა, მათ შორის ელექტრონული მმართველობის მიმართულებით, სუთავიდან პირველი ფაზა იყო უბრალოდ ხუმრობით ვეძახით ხომ ის სერვისების პედიფიზაცია, ამ ჩვეულებრივი ქაღალდზე ორიენტირებული სერვისების გაციფრულება, ის რომ ბიზნეს პროცესებიც არ იცვლებოდა. შემდეგ ეტაპზე ხდება სწორედ უკვე ბიზნეს პროცესების ტრანსფორმაციაც და როგორც თქვა ჩვენ შემთხვევაში ელექტრონული აუქციონები თუ ელექტრონული ტენდერები გვაძლევს საშუალებას მოქალაქეებს უშუალოდ ონლაინ მივიღოთ მონაწილეობა, ონლაინ მონაწილეობა მივიღოთ ამ სერვისის მეშვეობით კონკრეტულ ქმედებებში და დღეს შემდეგი ეტაპი ეს არის, როდესაც ეს არის არა სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ ცენტრალიზებული სერვერები, არამედ დეცენტრალიზებულ გარემოში, სადაც მოქალაქეების თანამონაწილეობა უზრუნველყოფილია იმით და შედეგის სანდოობა უზრუნველყოფილია იმით, რომ სისტემა არის დეცენტრალიზებული. დღეს მაგალითად ნდობა ეფუძნება იმას, რომ ჯერა, რომ მაგალითად შესაბამისი სამსახური არ გააყალბებს მაგალითად ელექტრონული აუქციონის შედეგს, ან ტენდერის შედეგს, ან ვიღაცა არ გადაწერს ჩვენ ქონებას საჯარო რეესტრიდან. ეს არის ასე ნდობაზე დაფუძნებული, მაგრამ ეს უახლოესი მიდგომები გულისხმობს იმას, რომ ესეც უნდა იყოს ასე ტექნოლოგიურად უზრუნველყოფილი, მათ შორის მაგალითად ბლოკჩეინ სისტემების მეშვეობით. და როგორც თქვით, ეხლა უკვე დგება ამოცანა, როგორ მოხდეს, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილების მიღებაში კიდევ უფრო აქტიური ჩართვა მოქალაქეების. სანამ და ეგ მივდივართ უკვე ციფრულ დემოკრატიასთან და სანამ ციფრულ დემოკრატიას კიდევ ერთხელ შევეხებით, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ რა ამოცანა დგას, როდესაც ჩვენ გვინდა დემოკრატიის ციფრული ტრანსფორმირება. ერთის მხრივ არ უნდა დავკარგოთ დემოკრატიისთვის სახასიათო ბუნება, მისი არსი, მაგრამ მეორე მხრივ უნდა მოვახდინოთ მაქსიმალიზაცია იმ შესაძლებლობების, რომელიც ტექნოლოგიებს გვაქვს. იმგვარად, რომ ამ ტექნოლოგიურმა ჩართულობამ არ გააჩინოს ახალი რისკები, რომელზეც ზემოთ ვილაპარაკეთ. მოკლედ, ამოცანა არის ის, რომ ვიპოვოთ ის, რაც შეიძლება იყოს სვლადი და გავმიჯნოთ იმისგან, რაც უნდა შევინარჩუნოთ. დემოკრატიული ციფრული დემოკრატიის რამდენიმე ინსტრუმენტს შევეხებით, ეს არის მაგალითად ყოველთვის ცნობილი, მათ შორის საქართველოში აქტიურად გამოიყენება ხოლმე პეტიციები. ონლაინ პეტიციის აზრი არის მოხდეს ყურადღების მიპყრობა ამა თუ იმ საკითხზე, საზოგადოების კონსოლიდირება და ამ საკითხის დაყენება შესაბამის გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოს წინაშე. ამ შემთხვევაში გარკვეულად აქტივაცია ხდება, ხელს უწყობს აქტივაციას. თქვენ ონლაინ შეგიძლიათ არ გჭირდებათ უკვე ფურცელზე ხელმოწერები, ონლაინ შეგიძლიათ დააფიქსიროთ თქვენი პოზიცია, ასევე ონლაინ იპოვოთ თანამოაზრეები და აჩვენოთ, რომ შექმნათ გარკვეული ასე ვთქვათ ტალღა, რომელიც მოახდენს წარმატების შემთხვევაში ზეგავლენებას გადაწყვეტილის მიმღებებში. მაგრამ ამ შემთხვევაში ჯერ კიდევ
გადაწყვეტილის მიმღებები არ ვართ. ასევე მობილიზაციისთვის აქტიურად გამოიყენება სოციალური ქსელები, მოგეხსენებათ იყო ბევრი შემთხვევა, როდესაც სწორედ Facebook-ი და ყოფილი Twitter-ი, X-ი იყო ეგრეთი შემთხვევაშიც და უკრაინაშიც გამოყენებული არა მარტო როგორც მობილიზაციის, არამედ როგორც კოორდინაციის ინსტრუმენტი, თუმცა ამას აქვს სწორედ პრობლემები, უსაფრთხოების, ავტოკრატიები აქტიურად იყენებენ ხოლმე ასე ვთქვათ პერსონალური მონაცემების მოგროვების გზით კონტროლის და მერე უკვე დაჟის ინსტრუმენტად შესაბამისად ეს რისკები აქვს. ამის გადაზღვევის მიზნით არსებობს მობილიზაციის მიმართულებით სხვადასხვა ინსტრუმენტები, რომელსაც მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად ანონიმურობისა, წინასწარ ასე ვთქვათ პოზიციონირება რიგ შემთხვევაში არის ხომ ეს არის ანონიმური, უმეტეს შემთხვევაში მაინც დღეს არსებული ინსტრუმენტებიდან, რომელიც ცნობილი არც ერთი ვერ უზრუნველყოფს ბოლომდე ანონიმურობას და საფრთხეებს შეიცავს. იგივე Telegram-ი, რომელიც ბევრი კითხვა და ბევრი ეჭვი არსებობს და შესაბამისად არავის ურჩევდი რომ თუ ეს რისკი არსებობს ამ საკომუნიკაციოდ გამოყენებული ყოფილიყო. ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი არის, რომელსაც სიახლე შემოაქვს, ეს არის პოლისი და DCDM-ი, რომელიც ეს ერთგვარი დიალოგის კიბერფიზიკური პლატფორმებია, სივრცეა, რომელიც იძლევა საშუალებას განსხვავებით სოციალურ ქსელებისგან, იგივე Facebook-ისგან, მოახდინოს არა კონფრონტაცია და პოლარიზაცია მხარეებს შორის, არამედ ხელი შეუწყოს მხარეებს შორის შეიქმნას ასე ვთქვათ კონსენსუსი, იყოს ნაპოვნი საერთო წერტილები, რომლებიც მხარეებს უფრო დაახლოებს. ამ სისტემების მაგალითია, მაგალითად პოლისი აქტიურად იყო გამოყენებული ტაივანის მთავრობის მიერ ძალიან კონკრეტული кейსის შემთხვევაში, როდესაც უნდა გადაწყვეტილიყო Uber-ის ბაზარზე შემოსვლის შემდეგ როგორ მოქცეულიყო ასე ვთქვათ ხელისუფლება, იქ მოგეხსენებთ არსებობს ლიცენზიების პრობლემა, არსებობს ტრადიციული ტაქსის ინდუსტრია, რომელიც ლიცენზიებზეა დაფუძნებული, ადამიანებს აქვთ ტაქსისტებს აქვთ შესაბამისი ლიცენზიებში საკმაოდ ძვირი გადახდილი და გაჩნდა უცბად Uber-ი, რომელიც ყველას, ვისაც აქვს შესაბამისი მართვის მოწყობა და ტექნიკური საშუალება, შეეძლოთ ამ ბაზარზე შესულიყვნენ და ბუნებრივია სერიოზულ ინტერესთა კონფლიქტს იწვევდა და აი ამ მხრივ იყო სწორედ გამოყენებული პოლისი, რომელიც იძლევა საშუალებას, მის მეთოდოლოგია ეფუძნება შემდეგ პრინციპს, რომ აძლევს მონაწილეებს საშუალებას, რომ ანონიმურად დააფიქსირონ თავიანთი პოზიციები, თითოეული მოსაზრების გარშემო ხდება, ასე ვთქვათ, თანხმობა უარყოფის ხმის მიცემა, თითოეული მონაწილე ან ეთანხმება, ან უარყოფს, არის კატეგორიები და ბოლოს ალგორითმი ახდენს კლასტერების რუკის გაკეთებას, რომლის მიხედვითაც ჩანს მაგალითად რა ჯგუფებია, როგორ დაჯგუფდა, სად არის ეს ჯგუფები, სად აქვთ ამ ჯგუფებს თანაკვეთა, სად აქვთ რადიკალური პოზიციები, რაც უკვე შემდეგო მოდერაციის ფაზაზე იძლევა საშუალებას, რომ იქნას ნაპოვნი ფართო კონსენსუსი, რაც ხელს უწყობს ხოლმე ესეთი რთული სოციალური პრობლემების გადაწყვეტას. როგორც ხედავთ, ეს ინსტრუმენტი გამოიყენება გადაწყვეტილების შემუშავების ფაზაზე, მაგრამ არსებობს ჩვენ ვთქვით, რომ ცოდნის საზოგადოების ზედა დონე გულისხმობს იმას, რომ არა მარტო გადაწყვეტილების შემუშავებაში, არამედ გადაწყვეტილების მიღებაშიც იყოს აქტიურად იყვნენ ჩართული ადამიანები. ციფრული ტექნოლოგიების და დემოკრატიის კიდევ ერთი კოლაბორაციის შედეგია, ეგრეთ წოდებული liquid democracy, რაც გულისხმობს იმას, რომ თქვენ გეძლევათ საშუალება თქვენი კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით თქვენი გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება გადააბაროთ, დელეგირება მოახდინოთ ადამიანზე, რომელსაც ფიქრობთ, რომ ენდობით და ფიქრობთ, რომ უფრო კვალიფიციურად იმჟელებს ამ საკითხზე. და ამგვარად მიიღოთ მონაწილეობა, ასე ვთქვათ, კვალიფიკაციაზე ორიენტირებული გადაწყვეტებია. ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი გაჩნდა ეგრეთ წოდებული დეცენტრალიზებული ავტონომიური ორგანიზაციები,
რომელიც ბლოკჩეინის ტექნოლოგიების განვითარების შედეგად განვითარდა, რაც იძლევა საშუალებას თითოეულ ინდივიდს აძლევს საშუალებას მიიღონ კოლექტიური გადაწყვეტილება, იყვნენ თანამონაწილე ქმედებებისა, შექმნან ჯგუფები კონკრეტულ საკითხულ თემასთან დაკავშირებით და იმავდროულად ეს იყოს არა მარტო აზრის შემუშავება, არამედ გადაწყვეტილების მიღება. ეს არის ასე ვთქვათ სავარაუდოდ დემოკრატიის მოდელები ამისკენ წავა. ისე როგორც თანამედროვე დემოკრატია დიდი ალბათობით შეიძლება ტრანსფორმირდეს ტერიტორიების smart ქალაქების დეცენტრალიზებულ ქსელისკენ, ანუ გარკვეულად ერი სახელმწიფოს ის მოდელი, რომელიც ფორმირდა ადრეული ინდუსტრიული რევოლუციის ფონზე, ისევ ასე ვთქვათ, როგორც უმბერტო ეკო ამბობდა ხოლმე, ახალი შუა საუკუნეების ეპოქაში, ახალი ციფრული შუა საუკუნეების ეპოქაში ისევ გააცოცხლებს მართლობის იმ ძველ მოდელებს და შეიძლება კიდევ უფრო ძველს ათენის ქალაქთა კავშირს თუ გავიხსენებთ, როდესაც ავტონომიური ქალაქ სახელმწიფოები, პოლისები ქმნიდნენ ერთ მძლავრ ქსელს. მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია, როგორც თქვით, ტრანსფორმაციას მოახდენს მოქალაქე პოლისის ურთიერთქმედების და უკვე მივდივართ აი ამ smart ქალაქების დეცენტრალიზებულ ქსელისკენ. ერთის მხრივ, მეორის მხრივ არის მაღალი რისკი გაჩნდეს ციფრული ტირანიები. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს საშუალება კიბერფიზიკური ტექნოლოგიები, რომელიც მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციას ახასიათებს, გვაძლევს საშუალებას დემოკრატიული განვითარების შემთხვევაში მოქალაქეები ჩავრთოთ ყველა ფაზაზე გადაწყვეტილების მიღების. და ეს იყოს არა უბრალოდ დისკუსიები ან რაღაც ქაღალდის სტრატეგიები, არამედ უშუალოდ ბევრგანზომილებიან მულტიდომენურ მრავალ განზომილებიან სიმულაციებში იყოს ჩართული მოქალაქე, მონაცემები გროვდებოდეს ბევრი სხვადასხვა წყაროებიდან და იმავდროულად მოქალაქისვე მონაწილეობით ხდებოდა სიმულირება ბევრი სხვადასხვა ალტერნატივის. და სწორედ მოქალაქისვე ასევე მოქალაქეთა ასევე გადაწყვეტილებით იყოს შერჩეული ოპტიმალური მაგალითად რეფორმების ტრაექტორია და რეფორმების სტრატეგია, რომელსაც ისინი განახორციელებენ და მათ ექნებათ საშუალება ამ ტექნოლოგიების მეშვეობით დააკვირდნენ რამდენად დაგეგმილი სტრატეგიის შესაბამისად ხდება მათი იმპლემენტაცია. ამის საშუალებას ეძლევა მოკლედ ეს ინდუსტრიული მეტავერსები, ციფრული წყვილები, ბიმები და ყველაფერი ის, რაც მეოთხე ინდუსტრიულ რევოლუციას მოყვება. და აი ამ ყველაფერს მოკლედ კიდე როგორც თქვით თავიდან დაემატა ის, რომ ჩვენს გვერდით გაჩნდა ახალი გონიერი მანქანები, რომლებიც რომელთაც შეუძლია ჩვენსავით რაღაც გარკვეული წარმოდგენების კონსტრუირება და შემდეგ მათი განხორციელება. და ჩვენ მოგვიწევს შევქმნათ პარტნიორობა მათთან ერთად, ერთმანეთთან და მათთან ერთად, როგორც არ არის ეძახის ხოლმე ციფრული კენტავრები, რომ რათა ვიპოვოთ განვითარების გზა და არ აღმოჩნდეთ ციფრული ტირანიების მოსხვერპლი. რო შევაჯამოთ, ჩვენ გვაქვს ერთის მხრივ გვაქვს უამრავი გამოწვევა, მაგრამ არსებობს უამრავი შესაძლებლობა, რომლისთვისაც საჭიროა რომ გარკვეულად ამოვისუნთქოთ, დიდი სურათი დავინახოთ, ერთმანეთს დაველაპარაკოთ და რაციონალურად დავგეგმოთ ჩვენი მომავალი. მადლობა.